მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ. მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, გამოწერებისთვის, ვისაც გამოწერილი ყავართ, ვისაც არა და უბრალოდ მოხვდა ეს ვიდეო, თქვენს მადლობა. დამილაიქეთ, გავცვალოთ ენერგიები და თქვენთვის საინტერესო თემა, რა თქმა უნდა, არის პირადი ურთიერთობები, პირადი სიტუაციები და ეხლა ვნახოთ, აი ორ პოზიციაზე გავაკეთებ. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ადამიანი, რომელიც უბრალოდ გაინტერესებთ, რა მდგომარეობაშია, რა ენერგიებშია და რა ხდება მასთან. ანუ აი ესეთი კითხვები იქნება პიროვნებაზე, ადამიანზე. ჩაიფიქრეთ, ორი იქნება, ორი პოზიცია. რა მდგომარეობაშია ეს ადამიანი, რა ენერგიებშია, რა ხდება მასთან. პირველი ვარიანტი და მეორე, რა მდგომარეობაშია, რა ენერგიებშია და რა ხდება მასთან. რაღაც სიტუაციიდან გამოსვლა არის მთლიანობაში, ეს არის ორი ვარიანტი. ეს იქნება პირველი, ესეთი ქვა. ზურმუხტი, ეს იქნება მეორე, ესეთი იასამნისფერი. ამეთვისტო. ჩაიფიქრეთ, დაგელოდებით, დროს მოგცემთ. შეგიძლიათ უბრალოდ ისე ჩაიფიქროთ, ვინც გინდათ, რომ მაინც გადავაულოთ თვალი, რა ხდება მასთან. მოკლედ დავიწყებ პირველი ვარიანტით. აი, ზურმუხტი. ზურმუხტის ფილები, საინტერესო ეგნია. მოკლედ ენერგია აქ ამ ადამიანს, როგორ იცით, ეხლა თვითონ როგორ ჩანს დიდად კი ფიქრობს თქვენზე, მაგრამ ცოტა პაუზა აქვს აღებული და გეტყვით რატომ. რაღაცეების გადახედვა, რაღაცეების რჩევა, შეიძლება ვიღაცასთანაც იყო მისული რჩევის ასაღებად, ნახეთ. რაღაცეების გასარკვევად. შეიძლება თვითონ თქვენ არ გეხებათ, მე მთლიანობაში ზოგადად საუბრობ, მაგრამ არის გაურკვევლობა, ნახეთ, რაღაცა იდუმალებით მოცული. შეიძლება თვითონ არის ესეთი ადამიანი, რომ ბოლომდე არ გეხსნებათ და ეს მთვარეც მისი მანიშნებელია, იდუმალებით მოცული მთვარე, ხო? ნახეთ, მთვარე დაკავშირებულია ინტუიციასთან, ჩვენ შინაგან გრძნობასთან, ქვეცნობიერთან, საერთოდ ამბობენ, რომ ენერგეტიკულად თვითონ ქალიაო მთვარეო. მე მაგალითად არ დავეთანხმები ამას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უფრო მამაკაცისკენ მიდის ეს ენერგეტიკა. ხა ინტუიცია ქალებსაც ძალიან ძლიერი აქვთ. ქალი არის მზე. მზე, რომელიც ანათებს და ათბობს, რომელიც ჩანს. და ის დამალული და დაფარული, ხა ქალებიც არიან იდუმალი ქალები, ხო? მაგრამ, ეხა ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თვითონ არის ესეთი ჩუმი, გულჩათხრობილი, დაფარული, დამალული. მაგრამ, აი, ნახეთ, არ ვიცი ხა წყლის სტიქი არის თუ არა, მაგრამ წყალი ჭარბობს. რას ქვია წყალი, ხო? ემოცია. აი, ემოცია. და რაღაცა მასტერი ტიპი არის რა, თავის საქმის მკეთებელი, შეიძლება ხელებით, შეიძლება რაღაცა საბუთებით, არ ვიცი, ხა საკანცელერო ვირთხა არ არის, მაგრამ საბუთებთან კავშირი აქვს, რაღაცას აკეთებს, რაღაცას აფორმებს, რაღაცას გეგმავს
ბიზნესმენი შეიძლება ესეც იყოს, კერძო. ყველანაირი ვარიანტი არსებობს, ეხლა ეს საჯარო გაშლა, მაგრამ ფაქტია, რომ საქმეებშია, მაგრამ მისი საქმეები იდუმალებით მოცულია. მე ხო ვკითხე უბრალოდ ენერგია და რა მდგომარეობაა, ხო? ეს მაჩვენა ზოგადად. ეხლა ვნახოთ, აი თქვენთან მიმართებაში, ვინც პირველი პოზიცია ჩაიფიქრა. რა ემოციები, რა გრძნობა, რა ფიქრები აქვს და როგორ გიხსენებთ, აი რო ფიქრობს თქვენზე, როგორ გიხსენებთ. გიხსენებთ ძალიან კარგად, ნახეთ. სიამოვნებას მიიღებდა თქვენთან და იღებს კიდევაც. თუ წარსულში იღებდა, ანუ აწმყოშიც მიიღებს და მომავალშიც ენდომება. არის თვითონ სამართლიანი, ესე თვლის, რომ აი სამართლიანი ვარ. აქაც ამოდის, რომ რაღაცა საქმეებში ახლა ჩაბმული. მაგრამ თქვენთან მიმართებაში აი აკმაყოფილებთ ყველანაირად, რაც მას ჭირდება, ის ხართ, ესე თვლის. მე ვიძახი მის ფიქრებს, მაგრამ ნახეთ, აი რაღაც მომენტში დატოვებდა ყველაფერს და გამოიქცეოდა თქვენთან. აი რაღაც მომენტში მოსდის ესეთი ფიქრები. რატომ? იმიტომ რომ ისე მოუნდება ხოლმე თქვენი ნახვა. იმ დონემდე მოუნდება ხოლმე თქვენთან გულის გაშლა, თქვენი საუბარი, თქვენი სიახლოვე, მაგრამ რაღაც მომენტები აქვს, ნახეთ, ცხოვრებაში. აი სამართლიანობის კარტი ეს საბუთებთანაც კავშირია, კიდე მერყეობასაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, და პლუს იმას, რომ შეიძლება სასწორიც არის, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში აქ რაღაც სიტუაციები გასარკვევი მის ცხოვრებაში, ხო? ხედავთ, ნახეთ, ზოგადად რომ რაღაც საქმეებს აწარმოებს, ხო? საბუთებთან, ნამდვილად ასეა. შეიძლება ეხა ხშირ შემთხვევაში გაშორებასაც ნიშნავს ოფიციალურად, ხო? თუ ოფიციალურად არა, ისე მაინც. და თვალები ახვეული აქვს ამ შემთხვევაში, რას ნიშნავს, რომ ბევრი რაღაცა მე, არ მინდოდა რომ დამენახა, ეს თქვენზე არ არის. მას ეხება, მის პირად ცხოვრებას. და ბოლოს, ვეღარ მოვითმინე, აი ეს ენერგიები, როგორც ეხა დღეს სამყაროში, ხო? რომ აბსოლუტურად გადაამეტა იმ ცუდმა მხარემ გულისხმობ უარყოფითმა, აი ესეთ სიტუაციაშია, ხო? აი ყველაფერი იწონება სასწორზე, ნახე ჩვენი ცოდვები, ჩვენი კეთილი საქმეები, ასევე სამყაროს აქ ეს ზომიერება, ხო? ინ იან, ნათელი, ბნელი, ამ სამყაროში კიდევ ერთხელ ვიძახი და პლანეტა დედამიწაზე, რომელიც ცოცხალი პლანეტაა. აქ უცოდველი არავინ არ არის და ეს ორი ენერგია თავიდანვე ამ პლანეტის შემოქმედმა, რომ ასე ვთქვათ, შექმნისთანავე აი ესეთი ენერგეტიკა ჩაუდო, რომ ეს ორი ენერგია პლუსი მინუსი უნდა ყოფილიყო კავშირში. ნახეთ, ისედაც ქალი და მამაკაცი, ხო? ეს არის პლუსი და მინუსი. ყველაფერი არის ესეთი. ხო გესმით ახლა რასაც ვსაუბრობ? ძალიან მეტაფიზიკაში არ მინდა რომ შევტოპო, მაგრამ მექანიზმი სამყაროსი ჩვენი, ხა პლანეტა დედამიწის, დედამიწელები ვართ, ხო? ახლა ჩვენ რო ვიყოთ მარსიდან, მაშინ იქ სხვა სიტუაცია უკაცრავად. ომი და რევოლუციაა და ამიტომ ომმა გაანადგურა, სხვადასხვა იქაც იყო ცივილიზაციები ცხოვრობდნენ, მაგრამ დიდმა ომმა გაანადგურა ის პლანეტა. სულ ომი იყო და სულ ესე იგი ამბავი. მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ზუსტად იმაშია საქმე, რომ ბალანსი აქვს დარღვეული. მისი ცხოვრებიდან გამომდინარე და აი ეხლა არის გადამწყვეტი, რომ უნდა აირჩიოს. არჩევანის წინაშეა. აქ ამოდის გრძნობა თქვენ და მე. ყველა ვარიანტში მაინც გადავამოწმებ და ვკითხავ თქვენთან მიმართებაში თუ გამოჩნდება, პირველი ვარიანტი, ვინ ჩაიფიქრე, თუ გამოჩნდება. დაელოდეთ რა, არის აქტიურობა, არის ერთი პერიოდი ამოდის, შეიძლება ერთი დღე გამოჩნდება. კარგით, მოკლე მიმოხილვა, ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი. გრძელ და უკვე
ნამდვილად ფაქტებით ვსაუბრობ, როცა ვიცი ადამიანის სახელი, მისი მონაცემები, იმიტომ რომ კარტს ჭირდება კონკრეტიზაცია, ნახეთ. კარტი არ არის სასწაულმოქმედი, ის პროგნოზირებს. შენ წყვიტა ყველაფერს, შენი ბედი არის შენ ხელში. კარტი ვერ გეტყვის შენ, ეხა ვთქვათ, ძალიან შორს მომავალში რა მოხდება, იმიტომ რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ რო გეუბნება, რომ დღეს კარგი დღე გაქვს და გაგიმართლებს და შენ მთელი დღე უკაცრავად და დივანზე ხარ წამომჯდარი და არ გაანძრევ ხელდაფეხს, კარტი ვერ ადგება და შენს მაგივრად ვერ იმოქმედებს, ვერ გავაგარეთ, ვერ შეხვდება ვიღაც შემთხვევით ადამიანს, ვერ მიიღებს რაღაც წინადადებას, ხო გესმით არა, თქვენ ვერ დაიწყებს თქვენ მაგივრად ძებნას. უბრალოდ მინდა აგიხსნათ რა არის კარტი. კარტი არის უბრალოდ ჩვენ ვიღებთ სამყაროსგან ენერგო საინფორმაციო ინფორმაციას, რომელიც გვჭირდება, როცა ხარ ინფორმირებული, ხარ შეიარაღებული, ამიტომ შენ თუ ხარ მოაზროვნე ადამიანი და გაქვს ანალიტიკური აზროვნება, მაშინ შენ უნდა ჩართო კრიტიკული აზროვნებაც და შენი თავისთვის უნდა შემოატრიალო სასიკეთოდ, ის ინფორმაცია, რაც მოგეწოდება, თუნდაც ესე საჯარო გაშლით, ეს უნდა შენი პიროვნული, პირადი სიტუაციისთვის გათვალო და შემოატრიალო ისე, როგორც შენ გჭირდება, შენი სიკეთისთვის და შენი კარგად ყოფნისთვის, გესმის? იმიტომ რომ ყოფილი შემთხვევები გამიფრთხილები ადამიანი და ეხლა არ ეჩხუბო, ეხლა შეინარჩუნეს სიმშვიდე, ეხლა არ უთხრა საყვედური და არა, მაინც უთქვია, მაინც ესე იგი და მომხდარა მთელი ამბავი და ამ დროს თვითონ მითხრა ამ ადამიანმა მერე რომ აიცი უნდოდა შერიგება, მოდიოდა, გადმოდგმული ქონდა ნაბიჯი, მთხოვდა რომ მოდი დავიწყოთ თავიდან და მე ისევ, ვერ მოვითმინი. ხო, გითხარი, მეთქი კარტი მაჩვენებდა, შენ თუ მოითმენ და არ დაუწყებ საყვედურს, ის ადამიანი დაგიბრუნდება. ხო, მეთქი რა ქენი, შენი საქციელით, იმიტომ რომ მე უნდა უთხრა სიმართლე, მე უნდა შური ვიძიო, ცოტა მოგეთმინე და მერე გეთქვა, ხო? პირდაპირ მიახალე, გადახვედი ომზე და რა თქმა უნდა წარმოიქმნა კონფლიქტი. და ესეთი ნიუანსები ძალიან ბევრია რა ჩვენ ცხოვრებაში და ამიტომ ვიძახი ინდივიდუალურად ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი ბედი, ყველას აქვს თავის განსაცდელი, ყველას აქვს თავისი გზა გასავლელი, თავის ჯვარის სათრევი. აქ არავინ არ მოდის უცოდველი. ყველა მოდის თავის გარკვეული კარმით, გესმით? ჩემთვის რომ იმის ბედი სიტყვაზე ვიძახი და იმის ცხოვრება ადვილია, შეიძლება იმისთვის ძალიან მძიმე იყოს თვითონ იმ კონკრეტული ადამიანისთვის, გაიგე? ამიტომ ვერ განსაზღვრავ ესე და იმიტომ არის რომ არ განიკითხო. გესმის? იმიტოა ამ ფრაზაში ჩადებული ძალიან კარგი რამ. არ განიკითხო, იმიტომ რომ ყველას მიეცა ის თავისი გამოცდა, რომელიც მან უნდა გაიაროს. და გადავედი მეორე ვარიანტზე. რა მდგომარეობაშია, რა ენერგიაშია, რა სიტუაციაშია და როგორ ცხოვრობს. ენერგიები ამოდის საბრძოლო, ცივი, ხისტი, კონფლიქტი, გრძნობის დონეზე, უკვე ემოციური ფონი აქვს ამ ადამიანს ძალიან. რაღაც მომენტში იყო ნაბიჯის გადმოდგმაც, არ ვიცი ვინ არის ეხა და რა არის, თქვენ უკეთესად იცით, მაგრამ უხეში ხისტი და კონფლიქტური სიტუაცია. მის სიტუაციაში ეხლა ესეა, შეიძლება თქვენთან არა, მაგრამ მის ირგვლივ ესეთი ომის, რა თითქმის ომის სიტუაცია. ან ომის კი არა, გარჩევა, რაღაცა სიტუაციის გარჩევა. კარგით. და თქვენთვის არც ალია ფაქტია, გაციებული კარტია. მაგრამ ნახოთ, აბა თქვენთან მიმართებაში მის მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა, რას ფიქრობს, რას გრძნობს, როგორ გიხსენებთ თქვენთან მიმართებაში, რას ფიქრობს, რას გრძნობს, როგორ გიხსენებთ. აღდგენა უნდა, თუმცა სიტუაცია თითქმის დამთავრებულია, არ ვიცი ვინ არის და რა არის,
გზა ჩახერგილი და ჩაკეტილია, რაღაც მოხდა თქვენ შორის, გადათამაშებასავით ცდილობდა მანიპულირებას, რაღაცნაირად რომ შემორიგებულიყო, ანუ თქვენთან მიმართებაში, იმიტომ რომ აღდგენის კარტი ამოდის, კარმული იყო ეს ურთიერთობა, დაიმახსოვრეთ, იყო კარმული. და მოხდა დანგრევა, ანუ ფაქტიურად თქვენ ეს ადამიანი გაუშვით, ჩანს აქ კარგად, თვითონ რა თქმა უნდა ძალიან გულდაწყვეტილია. ვერ ვიტყვი რომ ბედნიერია მეთქი. სხვა გზებით ჩაეკეტა და ნახოთ მაინც აბა ამ ყველაფრის მერე თუ მოეგება ეს ადამიანი გონს, იმიტომ რომ მე ხა აქ ვერ დავიწყებ დეტალურად ახსნას. ვხედავ რომ ძალიან დიდი სერიოზული დანგრევა, კონფლიქტი, გარკვევა, გამორკვევა, შეხლა, შემოხლა, რო იტყვიან აი განკითხვის დღემდე მისული მეორედ მოსვლა ქონი, გადაუტანია. თქვენთან მიმართებაში, ანუ თუ იქნება შერიგება, ეს არის თქვენზე დამოკიდებული. ნახეთ, აქ არის დასაწყისი. ახალი დასაწყისი, ახალი გადმოდგმული ნაბიჯი. აქ იყვნენ მტრები, აქ იყვნენ რაღაც სიტუაცია იყო, ვინც აურია ამ ადამიანს გონება რაღაც მომენტში, მაგრამ გამონათება მოხდება, მასში მოხდება ეს გამონათება, ცივი გონებით შეხედავს ყველაფერს, გაანალიზებს, მიხვდება რომ დამნაშავეა და მიხვდება რომ დაკარგა ის ერთადერთი ქალი, რომელიც მართლა ბედმა გამოუგზავნა. აქ არის Empress, ამ შემთხვევაში ზუსტად ანუ იმპერატრიცა რას ნიშნავს? ყველანაირად იდეალური ქალი. და მისი აი არასწორი მოქმედებით რომ აყვას ხვებს. ნახეთ, თქვენ კი არ მოგისმინათ ამ შემთხვევაში. თქვენი საუბარი კი არ დაიჯერა, არამედ ხვებს სხვა სიტუაციებს და ჩაება ომში. და გარკვევა გამორკვევაში, აი ესე ისე რაღაც, ანუ კიდევ ვიძახი აქ ეს საჯარო გაშლა. პირადში უკვე ჩანს ყველაფერი. თუ ეს რეზონირდება, ინანებს ეს ადამიანი. შეეცდება თქვენთან შერიგებას, იმიტომ რომ ცივი გონებით მიხვდება, რომ ძალიან აი ყველა მხრიდან მოამწყდიეს რა. აი რო იტყვიან ხაფანგი დაუგეს ამ ადამიანს, ყველა მხრიდან, შეხედეთ. მომწყდეული ყველა მხრიდან, ესე მინდა კარგად ნახოთ. აი რაღაცა სიტუაცია იყო თქვენთან მიმართებაში ვამბობ, რომ ხაფანგივით, ანუ მოამწყდიეს ეს ადამიანი. და სერიოზული დაპირისპირება ქონდა. აი რო იტყვიან როგორ იცით, რომ აი იგერიებდა ამ მტერს. მაგრამ თქვენ ხართ მისთვის იმპერატრიცა, ანუ ნახეთ როგორი ქალი ხართ, ძლიერი, რომ ამ ქალს, ანუ აი ხა ვისაც მაჩვენებენ, ხო? ანუ თქვენ ამ შემთხვევაში სიბრძნეც აქვს, სიძლიერეც აქვს, ინტუიციაც აქვს. ნახე, სილამაზეც აქვს, ყველა მხრიდან შემკულია. და ეს ხართ თქვენ. ეს ვიძახი მის ფიქრებს. ასე რომ დაელოდეთ. ყველა მხრიდან მოამწყდიეს, კიდევ ერთხელ ვიძახი, აურიეს გონება. მამაკაცები ამ შემთხვევაში ძალიან სუსტები არიან. ძალიან ადვილად ანუ იღებენ აი ამ უარყოფით არეულ რო იტყვიან ტვინს, ანუ ქალები რა. აი ადამიანები რო დაუწყებენ საუბარს ჯერათ. ანუ თუნდაც ის ტყვილი იყოს. აი ხაფანგში ეხვევიან, ასე რომ გაირკვევა, იმიტომ რომ ყველა დაფარულს აეხდება ფარდა. ეხლა არის ესეთი დრო მოსული და ის ტყუილიც იმ ტყუილსაც აქვს მოკლე ფეხები და ესეც გაირკვევა. ასე რომ დაელოდეთ, თუ ესეთ სიტუაციაში ხართ, მომწერეთ, მეც მაინტერესებს და დროებით აბა. დამკვიდრებულიყო სამართალი ყველგან. როგორც ჩვენ ცხოვრებაში, ასევე მთლიანად ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ირგვლივ, იმიტომ რომ სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს, მაინც სიმართლეა და ჩვენ ავირჩიოთ სიმართლე. აბა დროებით.